ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრი ჰოლისი ემსახურება განვითარების შეფერხების რისკის მქონე, განვითარების დაყოვნების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს. ცენტრში ამ დრომდე 70-მდე ბენეფიციარია, რომელიც შემეცნებითი, სოციალურ-ემოციური, მეტყველებითი, კომუნიკაციური, თვითმოვლის უნარების და განვითარება სოციალური ინტეგრაციისთვის ხელშეწყობის დახმარებას იღებს. შენობა, სადაც ცენტრია, დღეს განთავსებული საპატრიარქოს მფლობელობაშია. დაუსაბუთებელი მიზეზების გამო ცენტრს დროებითი შენობის დატოვება უწევს. ცენტრის თანადამფინანსებელი ამ დრომდე ავსტრიული მხარეა. სწორედ მათ მიერ შემუშავებული თერაპიული სწავლებების და ტექნიკების შედეგად ათობით ბავშვმა გაიარა რეაბილიტაცია წარმატებით. ჰოლისის გუნდი საზოგადოების დახმარებას ითხოვს იმისთვის, რომ შეძლონ ფუნქციონირების გაგრძელება ახალ შენობაში. თემაზე საუბარს ამ ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად გავაგრძელებთ. დღეს მაია კალანდაძე, ჰოლისტიკური მხარდაჭერისა და თერაპიის საზოგადოების დამფუძნებელი, თამარ ექსეულიძე, ადრეული განვითარების წამყვანი სპეციალისტი და თაკო ბაქრაძე, რომელიც ერთ-ერთი ბენეფიციარის მშობელია და ამ შემთხვევაში საინტერესოა უშუალოდ მისი გამოცდილებაც. ჩვენ საუბრობთ ცენტრზე, რომელიც ვახსენეთ უკვე 70-მდე ბენეფიციარს ემსახურება და ეს ძალიან კომპლექსური მომსახურებაა, ამაში ჩართულები არიან მშობლებიც, თერაპევტებიც და საინტერესოა დავიწყოთ თაკოსგან, ძალიან ემოციური იყო თქვენი პოსტი, რომელიც გუშინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეთ. საფრთხეშია ის დაწესებულება ცენტრი, რომელიც ამ ბავშვების მომავალზე ზრუნავს, ხო? რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ხელშეწყობა მეტი იყოს სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ცენტრების მიმართ, რომ ისეთი პრობლემა არ ქონდეთ, როგორიც არის, თქვათ, შენობა. ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვსაუბრობთ მის დაფინანსებაზე, იმიტომ რომ ამ ცენტრს ავსტრიული მხარე აფინანსებს სრულად. გამარჯობა. სახელმწიფოს აქვს თავისი პროგრამა, რომელიც არის რეაბილიტაცია, აბილიტაციის პროგრამა. და ძალიან კარგია და მისასალმებელია, რომ ნელ-ნელა უკვე ჩვენს ქვეყანაში აი ეს ბავშვების, რომელსაც სპეციალური საჭიროება აქვს, აი ეს ნელ-ნელა ფეხს იდგამს ეს სფერო და ნელ-ნელა გამოცდილება მეტი აქვს თერაპევტებს, თვითონ ცოდნა მეტია. მაგრამ ანუ ძალიან ბევრი ცენტრი მოვიარეთ და საბოლოოდ გავჩერდით ჰოლისტიკურ ცენტრზე. აქ უფრო მშვიდად და დაცულად გრძნობ თავს, იმიტომ რომ ავსტრიას ჩვენ ქვეყანასთან შედარებით ძალიან ბევრი ათწლეულით წინ ადრე აქვს დაწყებული ამ მეთოდებზე მუშაობა და ეს ძალიან ბუნებრივად ხდება რა, როცა არის წლებს მოქვს გამოცდილება. შესაბამისად, აი ძალიან მარტივია რა, როცა გამოგონებულია ველოსიპედი, ვიღაცამ რომ მარტივად გაგიზიაროს ამ ველოსიპედის აწყობის მექანიზმი, დროს აღარ დაკარგავ მაგის კომფორტულია თქვენთვის, მეტად შედეგიანი აღმოჩნდა ალბათ ეს თერაპიის კურსებიც, რაც დაუკავშირდით ამ ცენტრს, ჰოლისზეა საუბარი. აი რაში გამოიხატებოდა, თქვათ, რა ტექნიკაა ისეთი, რა სწავლებაა, რასაც უზიარებს თავის ბენეფიციარებს ეს ცენტრი, რასაც თქვათ სახელმწიფო პროგრამა ვერ ფარავს ამ შემთხვევაში. იცი გასათვალისწინებელი ამ კითხვაზე პასუხი მმაყურებლებისთვისაც, ვინც ასევე იცის, რომ ასეთი ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრები არსებობს სწორედ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით. ჩვენ ვიცით ცენტრი, რომელიც მაგალითად იტალიაში გამომუშავებულ მეთოდებს ეყრდნობა, არის უკრაინაში გამომუშავებულ გამოცდილებას ემხრობა. ხო, აი თუ შეიძლება რომ გითხრათ რა გამოარჩევს ამ ავსტრიულ გამოცდილებას? ჰოლისტური მიდგომებია, თქვათ, დრო არის უფრო დიდი, თერაპიების ქრონომეტრაჟი არის 4 საათიანი. რაც ბუნებრივია უფრო უკეთეს შედეგს დებს ვიდრე თქვათ 9 საათიანი. ანუ სხვაგან თუ 9 საათი, აი ეს მინდა რომ გავიგოთ ზუსტად. სხვაგან თუ 9 საათი, 1 საათი, აქ 4 საათი შეგიძლიათ ბავშვი. და ძალიან კარგია რომ ბავშვები ერთ სივრცეში არიან, ანუ ძალიან ბევრი ბავშვისთვის, ვინც საბავშვო ბაღის ასაკის არის და ვერ ახერხებს საბავშვო ბაღში სიარულს. იმდენად ისეთი გარემოა შექმნილი ჰოლისტურ ცენტრში, რომ ბევრი ბავშვისთვის პირველი საბავშვო ბაღის ფუნქციასაც ითავსებს და თვითონ მონიტორინგი ბავშვებზე ამ სპეციალისტების მიერ ისეა, რომ ანუ ყველა ბავშვზე აქვთ ის კი არა, რომ ეს ჩემი ბავშვია, ეს შენი ბავშვია. ანუ ძალიან ოჯახური გარემოა და ეგ არის, რაც ვთქვათ, ჩემთვის, როგორც მშობლისთვის და ბევრი ცენტრი რომ მოვიარეთ, გამოარჩევს და განსაკუთრებულს ხდის აი ეს თბილი დამოკიდებულება და თან მანდ არ წყდება.
ჩვენს მშობლებსაც ძალიან ისეთ გამოცდილებას გვიზიარებენ ჩვენ საკუთარ შვილებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება რომ სახლში გამოვიყენოთ მერე, ჩვენს ძიძებს, ასისტენტებს ატრენინგებენ, რომ ერთი მიმართულებით წავიდეს ბავშვის განვითარება და აი ეს ზრუნვა რაღაც სივრცეში რო არ წყდება და რო ვრცელდება, ეგ არის აი არ ვიცი ძალიან სიყვარულით სავსე და ისეთი დამოკიდებულება, რაც ამ ცენტრში გვაჩერებს ამდენი ხნის განმავლობაში. ჩვენ უსმენთ მშობელს, რომელსაც როგორი ისტორია გამოიკვეთა ახლა თქვენი საუბრიდან, რომ თქვენ მიგიმართავთ სხვადასხვა ცენტრებისთვის და იპოვეთ ისეთი, რომელიც მიხვდით, რომ თქვენი შვილისთვის იქნებოდა საუკეთესო, ხო? და ახლა ამ ცენტრს საფრთხე ექმნება? ნუ გვიწევს შენობის შეცვლა. უკვე ნაპოვნია ეს მეორე შენობა. ჯერ შუბლილი ადონეზე ფლობს ინფორმაციას ეს საინტერესო ქალბატონ მაიას იცოდინება ალბათ. ხო, მაგრამ ჯერ მინდა მშობლებთან ამოვწერო, ბოდიში ლიზა. ანუ მშობლები ყველანი ერთობლივად ჩართულები ვართ ამ ცენტრის დახმარების და გადარჩენის საქმეში. ჯერჯერობით ვეძებთ სივრცეს, სადაც ჩვენი შვილები გადაბარგდებიან თერაპევტებთან ერთად და ისეთივე მყუდრო და ოჯახურ გარემოს შექმნიან, როგორც აქ აქვთ. საინტერესო დღესად არის ეს სივრცე, როგორც გვაღვნიშნეთ საპატრიარქოს მიერ გადმოცემულ ტერიტორიაზე ფუნქციონირებდით თქვენ და რატომ მოხდა თქვათ აუცილებლობა რომ დაგეტოვებინათ ეს სივრცე და რა გეგმა გაქვთ სამომავლოდ სად უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, იმიტომ რომ ბენეფიციარები თქვენ გიცდიან. გამარჯობათ, მოგესალმებით პირველ რიგში, მე გახლავთ მაია კალანდაძე. ამ პროექტის, ასე ვთქვათ, ავსტრიელებთან ერთად დამფუძნებელი. პირველ რიგში თქვენ მინდა რომ დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ ასე გულთან ახლოს მიიტანეთ ჩვენი დღევანდელი გასაჭირი. ეს არის პირველი ესეთი მასშტაბური შემთხვევა, როცა ჩვენი ორგანიზაცია მიმართავს ფართო საზოგადოებას დახმარებისთვის. ცოტა შორიდან მოვყვები რომ აი მაყურებელს აი ეს ქრონოლოგიურად მოვუყვეთ ამბავი რაც ხდება და რა მხელას იკეთი აქ უკვე ამ პროექტს გაკეთებული და რატო არის მნიშვნელოვანი ხო ჩვენ ეს პროექტი რომ დარჩეს და არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში. მე გახლავართ 13 წლის უსაყვარლესი ბიჭის მშობელი, შემოპირია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ნუ დაბადებიდან მალევე ვიცოდით რომ მას ძალიან დიდი თავის ტვინის დაზიანება ჰქონდა ძალიან დიდი და ძალიან ბევრი რაღაცის გამკლავება მოგვიხდებოდა, ამიტომ დავიწყეთ ძებნა ცენტრების უბრალოდ როგორ მოხდა იცით აი გამოდიხართ დღესაც ესეა გამოდიხართ სამშობიაროდან საავადმყოფოდან და არ იცით საწახვიდე და ხარ შენი მეუღლე ფაქტიურად მარტო ხარ ამ პრობლემის წინაშე არავინ არ გაკვალიანებს და ნუ მრავალი ძებნი სხვადასხვა ცენტრებში სიარულის ნუ ექიმებიც იქ მხარს იჩეჩავენ რომ იცით რა არის აი ნუ რა ვქნათ მისი დიაგნოზიდან გამომდინარე ესია და ნუ გაიზარდა ილია გახდა 2 წლინახევრის და ვამჩნევ რომ ამ ბავშვის მდგომარეობა არ უმჯობესდება ანუ პირიქით გაუჩნდა სკოლიოზი მოიხარა ანუ არ მაქვს ანუ ჩემით მივხვდი რომ არ მაქვს ადაპტირებული რაღაც მინდა რომ დავსვა სულ ხელშია ტირის ბავშვი და ნუ მოკლედ სხვადასხვა სპეციალისტებს მივმართე, მაგრამ ანუ არანაირი რაღაცა ისეთი რჩევა, რომელიც შეიძლებოდა მოეცათ და ეს იყო გადაწყვეტილება ჩვენი ემიგრაციის. ანუ გადავწყვიტეთ, რომ ყველაფერი დაგვეტოვებინა, მე და ჩემი მეუღლეს კიდევ მეორე ბავშვი 1 წლის იყო უკვე ჩვენი და წავედით ემიგრაციაში. ეს არის ურთულესი გზა, აღარ მოვყვები, იმიტომ რომ არ ბავშვებიანად. დიახ, ბავშვებიანად და ჩავბარდით, რატომღაც აი ეს ავსტრია ამოვირჩიეთ და აი ბედად ჩავბარდით ავსტრიაში. ნუ იქ 3 წელიწადნახევარი ვიცხოვრეთ. არავის ეგონოს რომ იქ ჩახვალ და ეგრევე ხელის გულზე ანუ ყველა შეექიმი შენია. ძალიან ბევრი ვიწვალეთ, ამას არ განვავრცობთ ამ თემას და ბოლო 9 თვის განმავლობაში მოვხვდით ჩვენს დონორი ორგანიზაციის ცენტრში. წინასწარ მკვლევა ქონდა ჩატარებული, მაინც რომ დავაზუსტოთ, იმიტომ რომ ჩვენ ხა ავსტრიული თერაპიის სპეციფიკაზეც გვინდა ვისაუბროთ. არ მქონდა არანაირი მკვლევა, უბრალოდ აი ეს ახლობელი იყო ავსტრიაში და მითხა რომ აქ ნუ ძალიან ანუ სხვა ევროპის ქვეყნებს ვეძებდი, იმიტომ რომ სხვაგან ვერ წავიდოდით. და ნუ მოვხვდით ამ ცენტრში, მანამდეც მოვხვდით იქ ცენტრებში, სადაც მალევე მისცეს სპეციალური კორსეტი, ვერტიკალიზაციის ყველანაირი ორთეზები, მაგრამ თერაპიები იყო იქაც კვირაში
კვირაში ერთი დღე 45 წუთი და ძალიან ცოტა და ფაქტიურად აი არაფერი ფაქტიურად და ბოლო 9 თვე მოვხვდი ქალბატონ ჰედვიგ ცივშივკოვიჩის დაფუძნებულ ცენტრში, რომელიც ჩვენი დამფუძნებელიც არის ჩვენი ორგანიზაციის ქართულის და ეს იყო სრული აი სხვა სამყაროში მოვხვდი საერთოდ, იმიტომ რომ მე მიწევდა ილიასთან ერთად, დილით ვაკითხავდა ტრანსპორტი, მიყავდათ და 5 საათი ცენტრში იყო ბავშვი და უკან ბრუნდებოდა. და მე მიწევდა კვირაში 2 დღე დასწრება. იქ გავიგე თურმე რომ ჩემი შვილი არის სრულფასოვანი საზოგადოების წევრი, რომ მას ესალმებიან როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, ესაუბრებიან, უთანხმოებიან ყველანაირ აი თქვათ რაც უნდა გააკეთონ. ახლა რა აქვს გეგმაში? თავიდან გაოცებული ვიყურებოდი, ანუ რატომ აკეთებინებენ ამ ბავშვებს მაგალითად საჭმელებს? რატომ რთავენ ყველა აქტივობაში და იქ იყო პირველად, როცა დამიბარეს და მითხრეს, რომ თქვენ შულს ხომ არ გჭირდებათ ფსიქოლოგის დახმარება და ჩემმა პასუხმა გააოცა ის ადამიანი, როცა უთხარი, რომ ილიას მიხედეთ თქვენ და მე არაფერი არ მჭირდება. და მე მკითხეს, რომ რითი არსებობთ, საერთოდ როგორ ხართ ასე ფეხზე, რომ ამხელა ემოციასთან მარტო გიტოს გამკლავება. მოკლედ იქ აი იმ ცენტრში ამ ქალბატონის ჰედი რომ მოკლედ რომ თქვა ამ ქალზე კიდევ ცალკე გადაცემა გაკეთდება. ეს არის უნიკალური ადამიანი, რომელიც 40 წელია ამ საქმეს ემსახურება, რომელიც არის ერთ-ერთი უძლიერესი ფიზიკური თერაპევტი ევროპაში და ავსტრიაში და რომელმაც მაშინ 97 წელს დაიწყო 5 მშობელთან ერთად ჩამოაყალიბა ცენტრი და იმ დღიდან იბრძვის, მაშინაც ესე იყო ძალიან მოკლე თერაპიები, 10 დღეში ერთხელ, კვირაში ერთხელ და იმ დღიდან ებრძვის იქაურ ყველას სამედიცინო სფეროს, მთავრობას და უმტკიცებს, რომ ეს არ არის საკმარისი. და ახლა აქვს სისტემა შექმნილი. აი ნახეთ როგორი ის არის, იცით, რომ ილიას მე არ მიწევდა ფიქრი, ილიას რა დამხმარე საშუალება ჭირდება. თუ ჭირდება მას ორთოპედიული ჩარევა, იმიტომ რომ ეს ხდებოდა აი 3 თვეში ერთხელ, 1 თვეში ერთხელ, ჩვენ მივდიოდით ლინცის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ბავშვები თავისი თერაპევტები, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ილიას ძალიან კარგად იცნობდნენ, ორთოტექნიკოსი, რომელიც ამზადებს ამ დამხმარე საშუალებებს, ეს ამდენი თავი ფიქრობდა ერთი ბავშვის, აბა ეხა რა გვაქვს შესაძლებელი, როგორი მუშაობა ჩვენ. ეს ხო ფინანსებთან არის დაკავშირებული. დიახ, ავსტრიაშიც ძალიან ძვირი ჩდება ეს სერვისი, მაგრამ მთავრობას თავისი აქვს აღებული და რა მინდა ვთქვა, არა მხოლოდ მთავრობას, ადგილობრივ მთავრობას, მშობლების არსებობს, როცა აი მაგალითად ესეთი მაგალითი ვიცი, რომ ეზოს რეაბილიტირებისთვის 25000 ევროს მობილიზება შეძლეს მშობლების კლუბმა. ადგილობრივ მთავრობა ვახსენე უკვე და ზოგადად საზოგადოება ძალიან მობილიზება. აი ეს კულტურა ევროპაში მაინც სხვანაირად არის და რა თქმა უნდა მთავრობის ჩართულობაც და ბიზნესის, მსხვილი ბიზნესის ძალიან მნიშვნელოვანია. რომელიც ერთგვარ სოციალური პასუხისგებლობად იღებს ასე დროს ასე პროექტებში ჩართულობას. დიახ, ილიაც მაშინ რადგან ტოლული ვიყავი, არ გვეკუთვნოდა ეს პროგრამა და ქალბატონმა ჰედიმ მოახერხა და სპონსორობით, ეხლა ვინც არის ჩვენი სპონსორი, სხვათა შორის, მაშინაც ამ პროგრამით სპონსორდებოდა. ალბათ რთული იქნებოდა თქვენთვის მეტად უფრო უკვე შეჩვეული, კომფორტული იყო ეს გარემო, ის საჭიროებები ქონდა დაკმაყოფილებული. რა თქმა უნდა. ილიას ამ შემთხვევაში რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ კვლავ საქართველოში დაბრუნებულიყავით, ჩვენ ვსაუბრობთ, ხო, ჩვენს ქვეყანაში, სადაც არ არის ეს პირობები. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეხლა ვარჭოფობთ ხოლმე, ეს ჩვენი იქიდან გამოშვებაც ერთი დიდი ისტორია, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად ესე უეცრად დაგვადგნენ თავს და პირდაპირ გითხრეს, რომ ვამტკიცებდი, რომ კი არის საქართველოში, მაგრამ არ არის ეს საკმარისი და სამწუხაროდ აი ელემენტარული სკამი ვერ ვნახე ბავშვი რომ ჩამესვა ხო შიგნით, მითხრეს რომ უკეთესი სამედიცინო მომსახურების მიზნით ვერ მოგცემთ თავშესაფარს და კერძო ნაქირავები თვითმფრინავით 3 ექიმით და მთელი ეკიპაჟით ჩამოგვაბრძანეს საქართველოში. ეს იყო ქალბატონი ჰედისთვის ძალიან დიდი რაღაცა, რაც ანუ და მაშინ გადაწყდა, რომ ილიასთვის და ილიას ნაირი საყვარელი ბავშვებისთვის აქ შექმნილი იყო ცენტრი ავსტრიული. აქ შექმნილი იყო ცენტრი. და როცა მე არ მეგონა თუ ესეთი სიკეთეს, ანუ ამ ხელა რაღაცის მონაწილე გავხდებოდი და როცა ქალბატონი ჰედი აქ ჩამოვიდა და ჩვენ ერთ წელიწადში იქ ილიამ ოპერაცია გაიკეთა და უბრუნდით.
და პოსტოპერაციული რეაბილიტაციაც იქ გავიარეთ და უამრავი ადამიანი, ვინც ჩვენი ამბავი გაიგო, მეზობელი, რომელიც ეხლა ჩემი უახლოესი მეგობარია და ყოველდღიური კონტაქტი მაქვს, მან თავისი სახლი გაგვირემონტა და დაგვითმო ბებიის სახლი და ერთი თვე იქ ვიყავით და ესეთი საოცრებები ხდება ამ პროექტის ირგვლივ და როცა ქავტომაჰედიმ შემომთავაზა, რომ ხო არ გაგვეკეთებინა პროექტი, აი 5 ბავშვით დავიწყოთ და მე რა თქმა უნდა ყველაფერი ჩემი პირადი გადავდე და ამაზე უარს არ ვიტყოდი, იმიტომ რომ მართლა ვიძახდი რომ მე მგონი იმდენი ვილოცე რომ როდის იქნება საქართველოში ესეთი ცენტრი გქონდეს, ღმერთმა უკან დაგვაბრუნა და ამის შესაძლებლობა მომცა თქო და როგორ იპოვეთ მაშინ სივრცე რა, სად გადაწყდა ამ ცენტრის გახსნა, ვინ იყო ესეთი ვთქვათ არის გულღია მხარდამჭერი? იცით რა არის, მე სანამ რაღაც სივრცეს ვიპოვიდი, მანამდე 2 წელი დაახლოებით დამჭირდა, რომ რაღაცა ის კულუარებში ნაცნობობით, იცი ნდობის ფაქტორიც არის, ხო? აი ხა არაფერი არ გაქვს და ვიღაცასთან მიდიხარ და ეუბნები, რომ აი მე პროექტი მაქვს და ცენტრი უნდა გავხსნა და ამისთვის ძალიან რთულია, ხო? ამიტომ რაღაცა ესეთი ნაცნობებით დავიწყე და რაღაც იყო თავიდან საუბარი, გადაცემაც გავიდა საპატრიარქოს არხზე, რომ ჩვენ სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გამოგვეყო ძველი ბაღის შენობა, რომელიც რეაბილიტირებაც უნდა მოგვეხდინა და რაღაცა გარკვეული გრძელვადიანი უსასყიდლო იჯარით გადმოგვეცა ეს ფართი, მაგრამ რო დავიწყეთ უკვე გაკეთებაზე რომ გასაქმე, აღმოჩნდა რომ ეს შენობა არის ამორტიზებული და საერთოდ მითხრეს რომ ჯობია რომ დაანგრიო ამ შენობაში ანუ შეუძლებელი იყო მოწყობა. ამიტომ შემდეგ მოხდა ისე რომ ეხლა სადაც ვართ, აი დაგვითმეს ეს ფარტი გარკვეული დრო პერიოდით ჩვენის რა არის ეს რასიცია? ეს არის ღვთისმშობლის ტაძრის მიყვანების სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში არის სივრცე მეორე სართულზე თბილისში და ამ სივრცეში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმისთვის რომ მოგვეცა საშუალება და აი ამდენი ახლა მესამე წელია ნუ ჩვენ ვაკეთებთ ძალიან დიდ საქმეს და ძალიან ბევრ ბავშვს დავეხმარეთ უკვე. რამდენი ბავშვი ყავთ ახლა? ან რამდენს გაუვლია თქვენ? ესე იცით რა გითხრათ, რომ აღწერ დაწერილი მაქვს არა. ახლა უშუალოდ სივრცეში არის 20 ბავშვი. იმიტომ რომ თვითონ სივრცეც არ გვაძლევს ამის საშუალებას, მოგახსენებთ რომ მხოლოდ ავსტრია არის ჩვენ დამფინანსებელი და მოითხოვს ჯერ ძალიან ფინანსურად დიდ რესურსს და ადამიანურ რესურსს, რაც კადრების პრობლემაც გვაქვს. მოკლედ ამ სფეროში რომ შეხვალ ხვდები რომ ძალიან დიდი წინაღობები ხდება. იმიტომ რომ ნუ ძალიან რთულია კარგი სპეციალისტის პოვნა დღეს საქართველოში და ახლა გიწევთ ამ შენობის დაცლა დატოვება. სად ხართ? აი ზუსტად რომ აგვიხსნათ მისამართი სად არის რომ წარმოსახვისთვის? ეს არის სამედიცინო უნივერსიტეტის გვერდზე, არის ტაძარი და იმ ტაძრის ეზოში ვარ. ჩვენ ვიცოდით, ახლა შეიძლება ვიღაცა შეკითხვა გაუჩნდეს, როცა სად იყავით აქამდე, არავის ალბათ ეჭვი არ ეპარება, რომ მე და ძალიან ყველა მშობელი სისტემატიურად სულ რაც ამ შენობაში გადავედით იმ დღიდან ვცდილობთ რომ ჩვენი ფართი გქონდეს, ჩვენი საკუთარი და ნუ მიმართ სხვადასხვა ინსტანციებს, თქვა ბიზნეს, ჩემი თვალსაჭერის, ჩვენი თვალსაჭერის სადამდეც მიგვიწვდებოდა ხმა. იყო რაღაც დაპირებები, რაღაცა შენობა ისიც რაღაცა ავარიული აღმოჩნდა. მოკლედ მოვედით აქამდე ახლა. ახლა რა იყო, არა აქვს მგონი ახლა მნიშვნელობა ჩვენი მაყურებლისთვისაც რა ვთქვათ. ახლა მთავარია რა იქნება. იმიტომ რომ ახლა გვინდა მდებარეობს რატო გიწევთ ამ სივრცის გათავისუფლება ახლა თუ შეიძლება რომ გვიწევს არ ვიცი ახლა მეც არ შევსულ კონკრეტიკაში, გქონდა გარკვეული დრო მოცემული და ამ გარკვეულ დროს ადვოკატირების პროცესი თუ გაქვთ დაწყებული, თქვენ თქვით რომ მიმართეთ და რამე კონკრეტული პასუხები თუ მიიღეთ, თქვათ თბილისის მერია, ან ჯანდაცვის სამინისტრო, ის უწყებები, ვისაც შეიძლება კონდეს. ახლა კონკრეტული პასუხი რადგან არ ვიცი, ამიტომ არ გეტყვით, ფართის მოძიება ვერ მოხერხდა შესაფერისი, ამიტომ ახლა საუბარია, ჩართულები არიან აქტიურად უკვე ეს ბოლო პერიოდია, რომ მოვძებნოთ მიწის ფართი, სადაც შევძლებთ რომ ავაშენოთ ცენტრი, მაგრამ მეორე პრობლემა დიდი ის გვიდგას
რომ ისეთ დროის მონაკვეთში უნდა მოხერხდეს აშენება, რომ სავარაუდოდ ვერ მოესწრება და რომ ბავშვები ამ სერვისის მიღმა არ აღმოჩნდეს. დიახ, რომ არ გვინდა რაღაც პაუზა გავაკეთოთ და აი ნუ ამ ბავშვებისთვის დიდი პაუზა ხო საერთოდ წარმოუდგენელია და ეხა არ გვინდა რომ გავაჩეროთ, იმიტომ რომ რთულია იქ მე გუნდის შეკრა, ძალიან დიდი ვიშრომეთ ამაზე რომ გუნდი შეგვეკრა. ვინც ახლა გვისმენს და შესაძლოა ფიქრობს, რომ მისთვისაც უნდა იქცეს რაღაც ერთგვარ სოციალურ პასუხისგებლობად ასეთი პროექტის მხარდაჭერა. დაახლოებით რა ფართია საჭირო ამისთვის, რამდენი კვადრატული მეტრი? მინიმუმ 300 კვადრატი, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ გავიზარდოთ და განვითარდეთ და ეხლა დარწმუნებული ვარ ამ გადაცემის. განვითარდეთ პირველ რიგში, იმიტომ რომ მეტ ბავშვს მისცეთ შესაძლებელი და მე არ მოგვიწიოს კიდევ რაღაცის სვლა და კიდევ რა იყო მნიშვნელოვანი რომ ვეძებთ ფართს, სადაც თქვა ეზოც იქნება, იმიტომ რომ აი მაგალითად თაკოს შვილის მაგალითს მოვყვები ძალიან მარტივად, გამოცდილება არ ქონდა და ეშინო და ჭრდილის ეზოში რო გავიყვანეთ, გადაბიჯების. ხო, თავისუფლად. და ჩვენ ხა იქვე არის წითელი ბაღი და ამას წინ სექტემბერში როცა კაი ამიდები იყო, გარე თერაპია გქონდა, წითელ ბაღში გავშალეთ მატეები და ბავშვებიც ძალიან ბედნიერი იყვნენ და რა ვიცი, აი მსგავსი აქტივობები და სასურველი იქნება ჩვენთვის კი არა და აუცილებელია რომ ეზო ქონდეს, იმიტომ რომ ეზოშიც ადაპტირება გარე სივრცეში ჩვენი ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და ხო, სწორედ ამიტომ ჩვენ მაყურებელს ექნება შესაძლებლობა, რომ იმ შემთხვევაში თუ აქვს სურვილი ამ ფონდს დაუდგეს გვერდით, იმისთვის რომ გააგრძელონ ფუნქციონირება, ანგარიშის ნომერი იქნება მოცემული, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ გახდეს მონაწილე და მხარდამჭერი. თქვენი ფონდის საინტერესოა თავად ადრეული განვითარების სპეციალისტი რას ფიქრობს ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ აი ბევრჯერ ვახსენეთ უკვე რომ მნიშვნელოვანია კადრები, რომლებსაც ექნებათ გამოცდილება, იგივე ავსტრიული გამოცდილება და მე ვიცი რომ ეს თქვენი თანამშრომლობა ავსტრიულ მხარესთან მოიცავს მათ შორის სპეციალისტების გადამზადებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. თამარ, ხო, აი ამ მიმართულებით რა ხდება დღეს საქართველოში? იგივე საინტერესოა გავამახვილოთ ყურადღება თერაპიების ხანგრძლივობაზე. როგორ უყურებთ ამას სპეციალისტები? ნამდვილად საჭიროა რომ გაიზარდოს ეს თერაპიების ხანგრძლივობა? დიახ, მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ჩვენს შესახებ, მე გახლავართ ადრეული განვითარების სპეციალისტი და მუშაობ უკვე 3 წელიწადია ჰოლაში, ჰოლისტიკურში. მე და ჩემი თანამშრომლები ყოველდღიურად ვცდილობთ განვითარდეთ, გავიზარდოთ, ერთად ბევრი შევქმნათ, დავეხმაროთ ბავშვებს ფუნქციონირებაში. და რაც შეეხება პროგრამებს, თაკომ აღნიშნა დასაწყისში, რომ ჩვენთან პროგრამები არის და სამწუხაროდ არ არის ის რაოდენობა თერაპიების და ის ხანგრძლივობა, რაც საჭიროა ბავშვებისთვის. ზოგადად ქვეყანაში არის ეს მდგომარეობა და ჩვენი ცენტრის უნიკალურობა ზუსტად ამაში მდგომარეობს, რომ ჩვენთან თაკომ აღნიშნა ისეც ასევე 4 საათის მანძილზე არიან ბავშვები და იღებენ როგორც ფიზიკურ თერაპიას, ასევე ადრეული განვითარების თერაპიას, მეტყველების თერაპიას, კონდუქტიურ თერაპია ერთ-ერთი, ასევე მნიშვნელოვანი მინდა აღვნიშნო, ეს არის ის თერაპია, რომელიც საქართველოში არ არის და მხოლოდ ავსტრიაში და უნგრეთში არის, თუ გერმანიაში თუ დრო მაქვს განვავრცობ კონდუქტიურ თერაპიაზე. ეს მეთოდი შეიმუშავა უნგრელმა პედაგოგმა და ექიმმა ანდრეს შპეტომ. მან ბავშვი დაინახა როგორც ერთი მთლიანობა და არა როგორც რაღაც ფიზიკური, მარტო ფიზიკური უნარები. მან დაინახა როგორც პიროვნება, სოციალური უნარებით და თავისი ფუნქციური უნარებით და შეიმუშავა მეთოდი, რომელსაც დაარქვა კონდუქტიური თერაპია. ამ თერაპიას აქვს თავისი ავეჯიც, სამწუხაროდ არ ჩანს ფოტოებში, რომ სპეციალური ავეჯია, კი. და ეს თერაპია არის დაყოფილი რამოდენიმე ეტაპად. ეს არის მატეს პროგრამა, ჯდომის, დგომის პროგრამა, თამაშის პროგრამა და თვითმომსახურების პროგრამა.
ჩვენთან ბავშვები ზუსტად ამ მეთოდით არიან 4 საათის მანძილზე. ანუ დასაწყისში არის მატეს პროგრამა, სპეციალურ მატეებზე ხდება ბავშვების ვარჯიში, თავიანთი სხეულის აღქმა, გამოყოფა თავიანთი სხეულის ნაწილების, ფიქრი, კოგნიტურად რომ განვითარდნენ და მიხვდნენ რომელია მათი მარჯვენა, მარცხენა ხელი, ფეხი და ასე შემდეგ. შემდეგ გვაქვს ფუნქციურ უნარებზე კვებას მოვიშველიებ მაგალითად ბავშვები მიდიან თავიანთ საკვებს იღებენ ჩანთებიდან, შლიან დამოუკიდებლად, რომ დავეხმაროთ. დიახ, ვისაც ჭირდება ნაკლები დახმარებით გვაქვს ჩვენც ესე ვთქვათ საპორტი და თუ მეტად ჭირდება დახმარება, რა თქმა უნდა, ჩვენც უფრო მზად ვართ რომ მეტად დავხმაროთ. სოციალიზაციის საკითხი ხო რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. აი ზუსტად მაგას შევეხები, რომ ჯგუფში არის 8 ბავშვი და ეს ხელს უწყობს მათ სოციალური უნარების განვითარებას. ჯგუფური თერაპია მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ერთმანეთს უყურებენ, мотиваცია აქვთ ერთმანეთის ყურებისას და უფრო თერაპია მიდის უფრო სახალისო პროცესით. ერთმანეთის მოტივატორებია. ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ხდება ფიზიკური თერაპია, ხდება თამაშის თერაპია, მოკლედ ეს 4 საათი არის ამ კონდუქტიური თერაპიის ეტაპებად დაყოფილი. ის აი საინტერესო ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხილვაში ოფიციალურ მონაცემებში, რომელიც გამოქვეყნებულია საჯაროდ ინტერნეტ სივრცეში და ჯანდაცვის სამინისტროს საიტზეც, მოცემულია ინფორმაცია, რომ ეს პროგრამა ფარავს თვეში 8 ვიზიტს, რომელიც მუშაობს სახლებში, ოჯახებში. აი რამდენად ეფექტიანია მაინც კიდევ ერთხელ რომ თქვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე ვისაუბროთ. ეს 8 ვიზიტი და ის სპეციალისტები, რომლებიც ამ თერაპიებს უშუალოდ სახლებში ატარებენ, როგორც მივხვდი. აი თქვენ ალბათ გამოცდილებაც გექნებათ, რადგან სანამ ჰოლისამდე მიხვდოდით, რამდენიმე ცენტრი უკვე სცადეთ. ხო, აი რამდენად საკმარისი იყო ეს თერაპიები ზოგადად და იმ ადამიანებს, ვისაც არ ქონდა ინფორმაცია ამ ცენტრზე, თქვათ, აი მომსახურების რა დანაკლის გრძნობენ. ნუ პირველ რიგში, როგორც წინაზეც აღნიშნე, ძალიან მისასალმებელია და ძალიან კარგია, რომ დაიწყო. იმიტომ რომ რამდენიმე წლის წინ ეს საერთოდ არ იყო და სახელმწიფო პატრონაჟით რო ხდება უკვე ნელ-ნელად გამოცდილებასაც მოიტანს ეს წლები. ნუ ძალიან ახალგაზრდა სფერო არის, ანუ კვალიფიციური კადრების პრობლემა არის ჯერჯერობით, მაინც აი სტაჟშეცდომის მეთოდით მივდივართ, ხო? იმიტომ რომ ანუ ყველა თერაპევტს არ აქვს საშუალება, რომ სადღაც წავიდეს უცხოეთში კვალიფიკაცია აიმაღლოს, დატრენინგდეს და ასე შემდეგ. ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, განვითარდება ჩვენთანაც და ჩვენც დარწმუნებული ვარ, რომ გვეყოლება ძალიან კვალიფიციური კადრები ამ სფეროში, მაგრამ ჩემი შვილისთვის და ძალიან ბევრი მშობელი და მეთანხმება, რომ აი ეს მოცემულობა თვეში 8 თუნდაც 1 საათიან და 1 საათიც არ არის ვიზიტი სახლში არ არის არანაირად არ არის საკმარისი. და აი უწყვეტობა, პერმანენტულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ხშირ შემთხვევაში. აი თქვენც მაგალითად 2 კვირა რო ივარჯიშოთ და შპაგატში რო ჩაჯდეთ, მე 2 კვირა რო ჩააგდოთ, ისევ ხელახლა მოგიწევთ ვარჯიში, რომ იგივე შედეგზე მიხვიდეთ. აი პერმანენტულობა და უწყვეტობა არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. და მაგ კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი არის ჰოლისტიკური. საინტერესო მომსახურებას რომელ ასაკამდე იღებენ მოზარდები თუ არის თქვათ ადრეულ განვითარებას 3 წლამდე. 7 წლამდეა ზოგადად პროგრამა. სავალდებულოა 3 წლამდე იყოს ოჯახში, სახლში მისვლით და 7 წლამდე შესაძლოა უკვე ცენტრში. ეს სრულად დაფინანსებულია, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. და რაც შეეხება ამ ცენტრის ბენეფიციარობას, ავსტრიული მხარე სრულად ფარავს თუ მშობელს. ეს არის ძალიან თავიდან რომ ვიწყებდით ქალბატონმა ჰაიდი იმსჯელა ამაზე და საკმაოდ ძვირი სერვისია ცენტრს ძვირი უჯდება ერთი ბავშვის იმ ფონზე რომ ეხა ქირას არ ვიხდით და გათბობასაც არ ვიხდით და ფაქტიურად დირექტორიდან დაწყებული დამლაგებლობამდე მე ვარ და კადრები მხოლოდ ამყავს თერაპევტები ამ ფონზე ძალიან ძვირი ჯდება მაინც თითო ბავშვის თერაპიული დღე და რაღაცა ესეთი სიმბოლური თანხა იყო თანაც იმისთვის, რომ ავსტრიელი სპონსორისთვის გვეთქვა, რომ აი საქართველოს მხარეც თანამონაწილეობს და არის სრულიად ნებაყოფლობითი
ზოგი იხდის, ზოგი ვერ იხდის, ანუ ეს არ არის რაღაცა ოფიციალური გადასახდელი. პლუს არ ვართ ჩართულები ჯერჯერობით სახელმწიფო პროგრამებში, იმიტომ რომ არ ქონდა ფართი, სადაც უჩვენებდით, რომ აი ფართი გვაქვს და მონაწილეობა, სადაც მოთხოვნებია, რომ ჩაერთო, უნდა გქონდეს შენი ფართი. და ამიტომ, რა ვიცი, აი ჯერჯერობით მხოლოდ ესე ვართ, მაგრამ უცხოეთიდან ჩარიცხული თანხებით რო არსებობთ, არ გემუქრებათ რამე ამ კანონის არა, სხვათა შორის ჩვენს დონორს ვკითხე და მათ პრობლემა არ ქონიათ და დავრეგისტრირდი უკვე მეორეჯერ, რა ვიცი, ყველაფერი ღია გვაქვს. ნეტა ნახონ რომ ამ ბავშვებს ხმარდება ამდენი და კიდე უფრო ბევრი უნდათ და ნეტა მიხვდნენ რა უნდა დასავლეთ სინამდვილეში ჩვენთან, რამ ხელა მხარდაჭერა შეუძლია მათ შორის ავსტრიას და ევროპას. გოდის ვიხდი დასაწყისში თქვენ ახსენეთ რომ განვითარების ეტაპების დაყოვნების მქონე ბავშვები არიანო და არ არის ეს მართალი ჩვენს ცენტრში არიან სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევებით ცერებრული დამბლა იგივე სხვადასხვა თქვათ პოსტოპერაციული მძიმე და ნაკლებად მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვები. ხოლო კონკრეტულად ერთი დიაგნოზის კონკრეტულად ერთი დიაგნოზით არ არის. იქ შეიძლება კომპლექსში იყოს თქვათ ცერებრულიც ადრეული განვითარების ეტაპების დაყოვნება და ასე შემდეგ. ანუ ესე კონკრეტულად რაღაცა ერთი მიმართულებით არ მიდის. ძალიან დიდი მადლობა. ხო, მისესთან ერთად იმეც ვიტოვებ, რომ დღევანდელი ეთერი იქნება თქვენმა ცენტრმა რომ უწყვეტი ფუნქციონირება გააგრძელოს ამის საწინდარი, ხედავს მაყურებელი ანგარიშის ნომერსაც, თუმცა მაყურებლებს უნდა შევახსენოთ, რომ პირველ რიგში ეს ცენტრი, რომელიც ადრეული განვითარებისაა და ბავშვებს ასე ეხმარება, რამდენი საკითხი ჩამოითვალა ხა დამოუკიდებლად ყובה ისწავლონ მეგობრობა ყავდეთ შეყვარებულები ივარჯიშონ შეიცნონ სამყარო მათ ძალიან დიდი ხელშეწყობა ჭირდებათ ასეთი სპეციალური იმისთვის რომ ხო იგრძნოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრები ხო რომ ასეთი ცენტრი არსებობდეს და პირველ რიგში მინდა მაყურებელს შევახსენო ხო ჩვენი თავშეყრის მიზეზი არის სივრცე ფართი რომლის გარეშეც რჩება ცენტრი მადლიერი მშობლები განიცდიან ამას და სწორედ იმიტომ რომ ეს სერვისები იყოს ამ ბავშვებისთვის უწყვეტი საზოგადოებას მოგვიწოდებენ ვისაც რა შეგვიძლია და როგორ შეგვიძლია გვერდით დაუდგეთ მათ შეიძლება და დრო გვაქვს მე პირველ რიგში მინდა ამით ხაზი გაუსვა იმას ბოდიში დავასრულებ რომ თუ ვინმეს აქვს რაიმე საშუალება ფართის ჩვენ მოусმინეთ ახლა მშობლებს საოცარ ისტორიებს საერთოდ ჩვენს დროში ასეთი წარმატებული ცენტრები დგას ყოველთვის მშობლებზე და თქვენ არ ხართ პირველი მშობლები ვინც საკუთარ თავზე გადატანილი მძიმე გამოცდილებას ასეთი მიმართულება მისცა და პირველ რიგში მადლობა თქვენს პარტნიორებს ევროპიდან იმედი გვაქვს რომ ამ გადაცემას აჩვენებთ თუ თარგმნით და მე იმედი მაქვს რომ გამოჩნდება შესაბამისი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ვინც ასეთი ფართის შემოთავაზებას შეძლებს თქვენთვისა თქვენი შვილებისთვის. დამატება გინდოდათ და ანუ საზოგადოებას მეც მინდა რომ მიმართო და ალბათ თამუნასაც პირველ რიგში თამუნას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო მხარში დგომისთვის მან როგორც თერაპევტი არ ევალებოდა დღეს აქ ჯდომა და ზოგადად ასე გვერდში დგომა მაგრამ ზუსტად იცის ამ ცენტრის არსებობის მნიშვნელობა და ძალიან დიდი მადლობა მხარში დგომისთვის მე მინდა რომ ჩვენ საზოგადოებას მივმართო და ვთხოვო რომ აი ესეთი დიალოგი გქონდა ქალბატონ ჰედისთან ამას წინათ რომ თქვა ერთ ბავშვზე რომ რა მაგარია როგორი შედეგი აქვს დღეს დაჩის და აი ძალიან რა მაგარი პროექტი არისო თავის შექმნილ პროექტზე იძახის და მე პასუხად მოუბოდიშე რომ ძალიან მწვენია თქვენი თვალებში შეხედა რომ ამდენი ხანია ფართი ვერ ვნახე მეთქი და მე მითხრა რომ შენ ცდილობო თავარია რომ ცდილობთო და ეხლა საზოგადოებას მინდა მიმართო რომ ყველამ ერთად ვეცადოთ მე ვიცი და მჯერა ქართველი ხალხის ვიცი როცა გავერთიანდებით რამხელა ძალა გვაქვს მინდა მსხვილ და მცირე ბიზნესს მიმართო, მინდა მიმართო ჩვენ სპორტსმენებს, რომლებიც ასე ძალიან უყვართ ჩვენ ბავშვებს და ეცნებობენ ფეხბურთელობაზე და ჩვენ ვცდილობთ რომ ფეხბურთიც ვეთამაშოთ ხოლმე და ხან კვარაცხელია ვიყოთ და ხან მამარდაშვილი. დაგვიდექით მხარში, დაგვიდექით ამ კამპანიაში.
რომ უფრო საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაიგოს ამ პროექტის შესახებ და მე ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი თვითონ ემოციურად, რომ ჯერ არა სადაც აქამდე მოვედით, აუცილებლად გავაგრძელებთ გზას. რა თქმა უნდა, აუცილებლად გავაგრძელებთ. მაია კალანდაძე, თამარ ექსეულიძე და თაკო ბაქრაძე იყვნენ დღეს ჩვენი სტუმრები. დიდ მადლობას გადაგიხდით პირველ რიგში იმისთვის, რომ აკეთებთ იმ საქმეს, რომელსაც აკეთებთ.